მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ ჩვენი შემდეგი ეპიზოდი არის ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კვარა, ევროპა ლიგის გამარჯვებული ასტონ ვილას წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მორიგ ტიტულს უტევს ამჯერად ევროპის სუპერთასზე. ამან დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურვაზე გთხოვთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექი კვარა ასტონ ვილას წინააღმდეგ ევროპის სუპერთასზე. წავედით. ჩამოვედით ზალცბურგში და პირდაპირ გამოვეშურეთ ფანზონისკენ, სადაც ტრადიციულად იკრიბება ორივე გუნდის გულშემატკივარი. აქ ხედავთ როგორც PSG-ს გულშემატკივრებს, ასევე ასტონ ვილას გულშემატკივრებს. მოდი შევიდეთ ფანზონაში და ვნახოთ რა სიტუაცია. ხალხი ბევრია, ასე არის ხალხის რიგი, ნახეთ სად ეს არის რიგი, საიდანაც შეგიძლია მიხვიდეთ თასებთან და ფოტო გადაიღო. აგერ როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპა ლიგის თასები და სუპერთასის, რა თქმა უნდა. Malheureusement, on peut l'applaudir. Bien joué. Incroyable. The champions! Back to back, yeah? Back to back, yes. Yeah, back to back, yes. Where are you from? Paris. Paris. What's your expectation before this game? Well, I think it's gonna be a tough game because it's the first game of the season. But I believe we will win that trophy. Who is it pretend to win the Ballon d'Or? Who is your favorite player? For sure, I think it's gonna be a PSG player. It's gonna be again between Fabian Ruiz and Kvaratskhelia, of course, because this player is amazing. It's incredible. The guy Kvaratskhelia is everywhere on the pitch. Defending, attacking every time. I think he deserves it. Yeah. როგორ ხარ, bro? გროშასაც? რა თქმა უნდა. ხედავთ ხო? მოგესალმებით GeoTV-ის მაყურებლებს და კიდევ დიდი ოლოდინი გვაქვს დღევანდელი საღამოსი, რომ ხვიჩა აუცილებლად გაიტანს და კიდევ ერთ თავს წამოიღებს საქართველოში. ხვიჩა არის ნომერ პირველი მსოფლიოში. აუცილებლად იმსახურებს ოქროს ბურთს და დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო კანონზომიერება აუცილებლად გადაწყვეტს იმას, რომ ხვიჩა აიღებს ოქროს ბურთს. აუცილებლად გავიმარჯვოთ და თუ რამე უსამართლობა აერქვა ფეხბურთში, ხება ხვიჩა კვარაცხელიამ და ოქროს ბურთი ვერ მოიგოს. წარმატებები კვარას. ხვიჩა კვარაცხელია ლა 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 ლა. როგორ ახარ? საბა შენ ახარ? მაგარი ხარ. ჩვენ ნახევარი ქართველები ვართ, ნახევრად ბერძნები. გერმანიაში ვცხოვრობ და თამაშისთვის ჩამოვედი. აი ხარ, და ეს ყველა გულშემატკივრებს კვარას. რა თქმა უნდა. ვანო მოდი აქ. Machine. You know, Cyborg. C'est bon. Bara. Alec Bara. Ballon d'Or. You think that he deserves the Ballon d'Or? Yes. Obviously. Bara or Dembélé.
Sure. Oh, maybe Fabien Ruiz. In each important match, Kvaras scores. Yeah. Kvaratskhelia, la 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 la. Kvaratskhelia, la 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 la. Let's go, c'est parti. Kvaratskhelia, la 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 la. დასასრულს ახლა როგორ მოვიდა. მარჯვნივ, აგერ, აი. ბიჭო, ზამოცამა დაემთხვა. გუშინ რომ საჭმელად ვიდიოდი და ამ დროს მოვიდა პარი სენ-ჟერმენის ავტობუსი. კვარა გადმოვიდა პირველი ბაშოვის. და ეხლა საჭმელად მოვიდიოდი დღეს და დღეს მიდიოდნენ. ანუ ორჯერ შევხვდი პარი სენ-ჟერმენის ავტობუსს საჭმელად რომ წავედი და. ანუ ისეთი როტაციები ქონდა არჩეული რომ ბიჭო, არა, ჩემი ფოფხაღა დაობდა რომ იმაზე შენ ჭამაზე არის საწმობილიო ეს. პარი სენ-ჟერმენის გრაფიკი. აი როგორი თამაში იქნება PSG-ს ნახე 80%. ეხლა დაუბრუნდა. ბიჭო, სუპერთასები იდეაში სულ ეგრე არის, მით უმეტეს სოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მერე წამყვანი გუნდებიდან უმეტესად სულ თამაშობენ ტურნირებზე და ამიტომ ყოველთვის ეგეთი პრობლემაა ხოლმე რა და არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული არ იქნება. აკიდო გონია რომ ეგ მაგ მიზეზის გამო ხშირად მე ევროპა ლიგის მომგებ გუნდებს უფრო აქვს ხოლმე მეტი შანსი და შეიძლება ასტონ ვილამ დღეს მაგითი იხეიროს. აუცილებლად ნაკითხო იდეა 200 რონის სოფლიო ჩემპიონატი იყო რომ ქართველებს თავიდან გაგვიგდა უცნება ქართული ფეხბურთელი ოქროს ბურთით ხელში და მოაზე უშაბათობაშიც ქონდა ლაპარაკი და რაც კამპანიამ ლეკიპას დაწერა და აი შენს ქონდა პოსტი მე მაგაზე რომ ვეგან ლაპარაკი კი, იმიტომ რომ რეალურად ყველას რომ მოყვა ყველა ფავორიტს მინუსი ყველას აი კვარას ჩემპიონთა ლიგის როგორც ფეხბურთელი გახდა, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატზე არ იყო. თუმცა ეგ მინუსი ინდივიდუალური მინუსი არ არის. ანუ გუნდი ვერ გავიდა რა. დანარჩენ ფეხბურთელებს ყველას ის ფავორიტები არის. ყველას ინდივიდუალური მინუსი დაუფიქსირდა იდეაში, იმიტომ რომ კეინს რომ მეოთხე ფინალზე გოლი არ აქვს ჩემპიონატზე გატანილი. ოლისემ კაის ზაველებას ბევრი გააკეთა, მაგრამ საფრანგეთმა სუდად ითამაშა საბოლოოში. სუდი შედეგია ეგ, ხო საფრანგეთი ჩავარდნა. ოლისეს ორივე თამაში მოუგო. მაგათმა კეინსაც. ხო. ამათთან იქ მოუგო და აქ ორივეს მინუსები აქვს ძალიან დიდი მინუსები აქვს სოფლიო ჩემპიონატზე. ბაბეს ლაპარაკიც არ არის, ჩემპიონატი გაიქონა, მაგრამ საკლუბო სეზონი ცუდი იყო. იამალი ჩემპიონატზე მეგონი არც ყოფილა, ანუ ბევრი ყველა წამყვან ფეხბურთელს აქვს მინუსი რა, ძალიან დიდი თან. და მაგიტო თავისუფლად შეგიძლია ადამიანმა ყოველგვარი სინდისის კენჭის გარეშე თქვა, რომ კვარა ზუსტად ისევე როგორც მინიმუმ, ზუსტად ისევე იმსახურებს როგორც ეს ფავორიტები და მანდ ადამიანი არის, ადამიანის გადაწყვეტილებაა და მაგ გადაწყვეტილებაზე ამ ჟურნალისტების გავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენც. აი რამდენიმე წლის წინ ვიოცნებდით მაინც რომ ეგეთ რაღაცაზე ვილაპარაკებდით. არა, ლაპარაკობ მაგაზე არა, ვიოცნებდი კი არა და სურიალი აი არარსებული რაღაცაა. ეხლა დღეს რომ მოვდიოდი ხასანოს გულშემატკივრები ბევრნი არიან ძალიან და პარი სენ-ჟერმენის იმენ არ ხდებოდა, მაგრამ ვინც შემხვდა ორში ერთს მინიმუმ კვარას მაისური ეცვა, მე რაც უყურებდი რა. და აი ხო არაფერი ვეჩვეულებათ ვივიღე რომ კვარას მაისური აცვენ. იასენ, ლოგიკურია. ანუ იმეც შეგვაჩვია მაგასაურია. მე დავფიქრდი რომ ამდენ რასიგიჟეა რომ არ არის ჩვეულებრივი ამბავი. 5 წლის წინ ესო ვიღაცა რა ოქროს ბურთი გაცო. ნეაპოლის ხო იყო იქაც. ნეაპოლიდან დაიწყო იდეაში ეგ, მაგრამ მე კიდე ახალ დონეზე ავიდა. ხო ეს ყველაფერი უკვე ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდია რა, ორჯერ მომგები და აი აქაც რო ეს არის რომ მივეჩვიეთ ის რომ ხო ანუ ესეთი სუპერ ვარსკვლავი ყავს. მივეჩვიეთ მაგას, მაგრამ მეორეს რო არის აბსოლუტური სურეალიზმია 5 წლის წინ დოს რო გადახედო რა ოქროს ბურთი. ტოპ 5-ში ფეხბურთელი არ ყავდა. ოქროს ბურთი თო. ხო რავი, ეხლა უკვე პრეტენზიები გვაქვს კიდე მეტი. სუპერთაზე ძალიან მნიშვნელობა ექნება რომ გოლით დაიწყოს ახალი სეზონი. ხო, რა თქმა უნდა, მით უმეტეს მაგისი კარგი შანსი დამხრივ არის, იცი, შენც რაც აღნიშნე რა, რომ დანარჩენი ლიდერები ვინც არიან პარი სენ-ჟერმენის, იმაზე უკეთეს ფორმაში უნდა იყოს იმ კუთხით, რომ გადარლილი არ უნდა იყოს ისეთი რა და ახოთ რა, რავი. მე არ მგონია რომ სუპერთაზე კარგი თამაში ცოტა შეიძლება წაეხმაროს. წაეხმარება ჰაიპის წამოწევა. მაგას ხო, სორია, მაგრამ სუდად რომ ითამაშოს ეს არაფერს არ ცვის, იმიტომ რომ რასაც უყურეთ აი რა თუ ლაპარაკობენ კეიზე, პაპეზე, რა უშვაზე, სოფლიო ჩემპიონატიდან წამოყოლებულია და ის ჰაიპ დაეხმარება ჰაიპი წამოაყენოს. კი ბატონო, კი, მით უმეტეს მალეა ხო უკვე ხმის მიცემის ისა და რავი, მე ვერ ხვდები რატო ითვლება ბოლომდე, ანუ ვერ ხვდები რა, კარგად ხვდები არგუმენტს, მაგრამ ყველა ფავორიტის საწინააღმდეგოც ძალიან დიდი მინუსი არსებობს სამაგიტო და კვარას ჩემი აზრით, ხოლო ქართველობა რომ ჩამოვიშორო, ჩემი აზრით, ისე შევხედო, აი ობიექტურად რა, ყველაფერი მის მიკერძოების გარეშე, მაინც როგორც მინიმუმ ზუსტად ისეთივე შანსი უნდა კონდეს, როგორც აქ თავარ ფავორიტებს. ანუ ჩემპიონთა ლიგის როგორც ფეხბურთელია და იმ ჩემპიონატზე ნაკრები ვერ გავიდა ცუდად ითამაშა, ხო არ იყო, ვერ გავიდა რა გუნდი და
რა ინდივიდუალური პრიზია ოქროს ბურთი ხო ეს არა ის გუნდური და აგიტო რავი შანს იმედი მაქვს მეგობრებო ახლა ვიყავით PSG-ს ფანზონაში სადაც უკან წერია ტაბლოზე რომ ნახავთ ნახევარ საათში რა დაიწყოს PSG-ს ფანების მსვლელობა თორშორსაც წავიკითხე რომ შეიძლება შეიძლება არ ჩამოსულიყვნენ ფანა yes Heineken yes Heineken good yeah Heineken სვავდნენ და Heineken-ის მაისური მაცვია და Heineken შეიძლება მაისურიც გაცვია იგივე უცოთო უბრალოდ PSG-ს ულტრასები არიან და რაღაცა გადაღებას ამ პრობლემები აქვთ მალე დაიწყო მსვლელობა და უცოთები კაი კადრები გადავიღოთ წავიკითხე თითქოს შეიძლება არ ჩამოსულიყვნენ ფანები თუ რაღაც პროტესტი აქვს რადგან სუპერთასი ლენსშია საფრანგეთის სუპერთასი ლენსს ყვებენ და ლენსშია თუმცა ხედავთ მაისურებით აქ არიან მეგობრებო მინდა ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გითხრათ 4 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჩვენ ვასრულებთ თანამშრომლობას გაჭარბეთთან და მინდა მათ მადლობა გადაუხადოთ ამ 4 წლის განმავლობაში პარტნიორობისთვის, მხარდაჭერისთვის ისინი იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები ამ პერიოდის განმავლობაში და გვეხმარებოდნენ რომ საინტერესო სტორიები და ვიდეოები გადაგვეღო და კონტენტი ზოგადად თქვენთვის სხვადასხვა ადგილებში გვემოგზაურა ჩვენი ურთიერთობა დასრულდება მადლობა მათ და ჩვენ კი ვაგრძელებთ და ვეცდებით არ შევწყვეტოთ განვითარება და მალე მსვლელობის შემდეგ წავალ სტადიონზე და იქიდან აუცილებლად იქნება საინტერესო კადრები და იმედი აქვს რომ იქნება ბევრი გამარჯვების და სიხარულის ემოციები მოვედით მეგობრებო სტადიონთან ბილეთი თან გვაქვს და გახსნილი გვაქვს და შევალთ მალე რა თქმა უნდა ყველაფერს გაჩვენებთ რა სტატუსს დაგვხდება შეგნით წინა წლის სუპერთასზე პატარა სტადიონი იყო ახლა ვნახავთ ყველაფერს ერთად შევედით და სად შევედით და აქ შევედით ძალიან გემრიელი სტადიონი ჩანს ხალხიც რომ მოვა, რა თქმა უნდა აქეთ
ეს ესპანები არიან. ხალხიც რომ მოვა ატმოსფერო, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, დარწმუნებული ვარ. ახეთ, მეგობრებო, ვინ არის კვარას საგულშემატკივროდ ჩამოსული? საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, საქართველოს ნაკრების კაპიტანს გულშემატკივრობს ავსტრიაში. არ შეიძლება. კიდე ჩვენთან ერთად საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, კაპიტანს გულშემატკივრობს. ძალიან გვიხარია შენი ნახვა. როგორ თამაშელოდები? ძალიან ზოგადად ალბათ სუპერთასები ცოტა ისეთი თამაშებია რა. ბევრი გოლით და გახსნილ და იმედი მაქვს რომ ბევრი გოლიც იქნება პარიზის მხრიდან და კვარაც მიიღებს მონაწილეობას ბევრ გოლში. სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ქართველებს გვაქვს კვლავ ოცნება, კვარა ოქროს ბურთით ხელში. ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება თამაში, რომ კვარას ოქროს ბურთის შანსებზე რა სიტყვა? ამ კონკრეტულ სიტუაციაში და ამ კონკრეტულ მომენტში ალბათ კვარა არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ვერ იტყვი, რატო არ იმსახურებს ოქროს ბურთს სხვა მის კონკურენტებთან შედარებით. ერთი ის იყო, რომ სოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშა. ეს მისი ბრალი ხო არც ყოფილა. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ დღეიდან უკვე დღევანდელი თამაშის ეს პერიოდი ალბათ ახალ წლამდე იქნება იმ კუთხით მნიშვნელოვანი, რომ ვიღაცას კიდევ უფრო წამოწევს და ვიღაცას შედარებით ქვევით დაწევს და ესეც მნიშვნელოვანი პერიოდია, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს და აჩვენოს, რატო იმსახურებს ოქროს ბურთს, მაგრამ ამ მომენტში, კონკრეტულად ამ მომენტში მე ვფიქრობ, რომ კვარა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატი, რომელიც ოქროს ბურთს იწვევს. ერთად მოხდი ძალიან გვერდით მაგარი კაცი მიდის და შემდგომად თუ არ დავაიქეთ ამ ვიდეოს, აი ამ კაცის გამო დავაიქეთ. ძალიან ხოთ. ეხლა რო ჩათვალოს, ა? მითის სანახავად.
62 წუთზე კვლავ დაწინაურდა PSG. დეზირე დუე გატანილი გოლის ავტორი მიდის სანახავათო აგერ კაცმა თქვა და თან არ ჩათვლიანო ხო? ყველასებს საიდი გვეგონა ხო? ყველას თამაშგარი გვეგონა ასტონლას ცოლებსაც გაჩერდნენ. ამოწმებს თქო და ას თვითონაც ცოლებსაც აფსაიდი ეგოა თემონი და კი იგებს PSG 25 წუთია დარჩენილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე. რა გოლი გაქონდა? ხუჭა კვარაცხელია PSG-სთან ერთად ზედიზედ მეორედ ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ილოცავ კვარა შენეს დაიმსახურე. ნიკუშ. ილოცავ, არ უნდა ილოცავ. ეს გამარჯვებულები ბურთი რომ იღე მიდი შენ რო იწიო და გაგრას გოლი გავიდა. ხუჭა გილოცავ მორიგი პლუს 1 ტიტული შენს კაბინეტში. ასეთ ყოდი საქართველოს ძალიან ბედნიერია ყველა. რავი, მადლობას, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და რა ვიცი, ხარ მეთქვის გზნობრა ყოველთვის ჩემ გვერდზე არიან და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი სუპერთასიან დასრულებულია. მადლობას ვუხდით აინეკენს, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი ევროთასების ვლოგებში. ულოცავთ ხუჭას მორიგ ტიტულს, მიულოცეთ თქვენს კომენტარებში და ხუჭა ნახავთ აჩვენა, რომ არის ოქროს ბურთის გამარჯვების ღირს ის იმსახურებს ამ ტიტულს. იმედია რამდენიმე დღეში საფრანგეთის სუპერთასებს გააგრძელებს იმავეს. ხოთ რომ მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწონოთ ჩვენი არხი, უფრო მეტი ვიდეოსთვის და წაწეროთ კომენტარები, მიულოცოთ ხუჭას მორიგი ტიტული. თამაშები ჩავედით ქვემოთ, სამწუხაროდ მეტი გასაუბრა ხუჭას და ვერ მოახერხეთ ჯერ ერთი რომ დოპინგზე მიდიოდა, მე კიდეც ბილეთით ვიყავით და შუა სტადიონზე არ შეეძლო ესე ვიდეოს ჩაწერა. მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე. მალე დაგიბრუნდებით.